გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია სენა ავტო. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი სენა i400. შენი ელექტრომობილი. ერთი, ორი, წავიდა. აი ძის პროდუქტები რატო ვერ გადის ევროპაში იმ რაოდენობით? იმიტომ რომ არა გვაქვს ჩვენ ლაბორატორიული დაშლილება. აქამდე ძე არა გვაქვს. ლაბორატორია მაგას არ ჭირდება, სანდრო. ჩვენ იმაზე ვილაპარაკოთ. ღვინო გვაქვს და ძე არა გვაქვს. სანდრო. ალბათ ეს რასაც საქართველოს არ წარმოებს. ის თბილისის რა ქვიან ნახევარი მოსახლეობა ყველის სახით მიირთმევს. ძალიან მაგრამ დავაკონკრეტებ ეს სიმწრის სიცილი იყო, ეს არ იყო ირონიული სიცილი. დახს არ გვაძლევენ და ჩვენ აი დიდ ქსელებში როგორც არის ლიდლი, რაღაც ტესკო და ისე იქ ქართულ ღვინოს არ აქვს დახი. ჩვენ არ აქვს რაღაც მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ ეს იწელება წლობით, მაგრამ რეალურად რეზულტატი ვერავინ დაიწყო. ძალიან დიდი რაოდენობის ქეში ბრუნავს რეალურად რესტორნებში, ვიცით ძალიან კარგად. მაკდონალდს ხო, ეს არ ჭირდება, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობ ცოტა სხვა კულინარიაზე, ვლაპარაკობ ისეთ სარესტორნო ბიზნესზე, რომელსაც ქვია აუთენტური, ქართული და თუნდაც იყოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოები, იმას ჭირდება ხელშეწყობა. რესტორნების რაოდენობა გაცილებით მეტია და ხარისხიანი პროდუქციის პროვაიდერების რაოდენობა გაცილებით მცირეა და კიდევ უფრო მცირეა ისეთი პროვაიდერების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ სტაბილურად უზრუნველყონ მაგალითად თუნდაც ხორცს პროდუქტების მოწოდება. 10 წლიან პერიოდში კი არ უნდა ვიფიქროთ, ეს 2-3 წელიწადში უნდა მოვაგვარდოთ, იმიტომ რომ ეს არ არის რთული მოუგვარებელი პრობლემა რა. ამის სტიმულირება ძალიან მარტივად შეიძლება იმ დოზით, რამდენიც ჭირდება. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, განვაგრძობთ გადაცემა შენობით ბიზნესთან. ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის მოლოგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას და ვართ, ჩემთვის პირადად არ ვიქნები სუბიექტური, თუ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი გამორჩეული და ერთ-ერთი ძვირფასი სტუმარი, ბატონი გოჩა ჩხაიძე არის ჩვენი მასპინძელი, ასკანელებში მოვედით და ძალიან საინტერესო თემებზე მოგვიწევს დღეს საუბარი. გოჩა, მოგესალმები. მადლობა, რომ გვასპინძლობ და მადლობა შენი დროისთვის. მოგესალმები, დიდი მადლობა სანდრო, რომ ჩემთვის მოიცალე. აიც მეხარია ყოველთვის შეხვედრა. გოჩა ჩხაიძე, განათლება ზოოვეტერინარიული ინსტიტუტი. საქმიანობა ასკანელი ძმების დამფუძნებელი. ასკანელი ტერასასა და ასკანელი გარდენის დამფუძნებელი. და დავიწყოთ. დავიწყოთ, გაგვიმარჯოს უპირველეს ყოვლისა და მადლობა იმისთვის, რომ აი ზუსტად 2 წლის წინ პალიტრანიუსზე როგორც კი გავიდა შენობით ბიზნესის პირველი ეპიზოდის სტუმარი ყავი შენ. და შეიძლება ითქვას, რომ კარგ ფეხზე შემოხვედი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ გადაცემამ დაგანათლეთ ხო სიკეთე. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ გადაცემამ დაიპყრო ნამდვილად მწვერვალები ბიზნეს მედია მიმართულებით და ძალიან საინტერესო სიმაღლეები თამასა დაიჭირა დღეს ბაზარზე და ეს მეცილად პირველი სტუმრის დამსახურებაა. ამიტომაც მადლობა შენ ამისთვის და ძალიან მიხარია, რომ 2 წლის თავზე ვართ ისევ ერთად და ძალიან საინტერესო ფორმატი გველის წინ. ამიტომაც გავუმარჯვოთ ჩვენ ინტერვიუს ძალიან მაგარი შამპანიით. გაიხარ. მოგლეთ, ესე იგი გოჩა, უპირველეს ყოვლისა, ტრადიციული კითხვით გადმოვალ შენთან და კითხავ, როგორ მიდის საქმეები, იმიტომ რომ ეხლა მე ვადევნებ ხოლმე თვალს შენს აქტივობებს, ძალიან საინტერესო მასშტაბური აქტივობები გაქვს და უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი ეს აქტივობები ხა, რასაც ვიტყვით ეხლა რამდენიმე წუთში, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ
ქართული ბიზნეს გარემო, ეკოსისტემა, ის პროდუქტები, რასაც ჩვენ ვქნით ამ შემთხვევაში, საერთაშორისო თამასა გაუზარდოთ ამ ყველაფერს და გავაცნოთ, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბაზარს და რა თქმა უნდა, ღირსეულად დავაპოზიციონიროთ ყველაფერი ქართული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, მოდი სიახლეებზე გკითხავ ზოგადად, იმიტომ რომ ძალიან აქტიური ხარ და შესაბამისად თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ ხო, ლიდერიც ხარ რეალურად ბაზარზე რა და აქედან გამომდინარე მე მინდა კითხო აი იმ სიახლეების და იმ ვექტორების შესახებ, რაც შენ და შენს ძალიან მაგარ კომპანიას აქვს დღეს ბაზარზე. ესე ვცდილობ, რომ არ ვიყვირო. ხო. ბევრს არ ვლაპარაკობ, საერთოდ ინტერვიუებთან დაკავშირებითაც ვარ ძალიან ესეთი კონსერვატიული და მირჩევნია საქმე, ვიდრე ყვირილი და იმედია, რომ დღეს ბევრს არ ვილაპარაკებთ ასკანელზე და უფრო ვისაუბრებთ რაღაც გავშლით, რაღაც სხვადასხვა სფეროს, სადაც ალბათ საჭიროა, რაზეც აუცილებელია საუბარი. ну, მოკლედ, ძალიან მოკლედ გეტყვით. კი ბატონო, ასკანელი შარშანდელი წელი საკმაოდ პოზიტიურად ჩავხურეთ. ზდა გქონდა სადღაც 17%-მდე 19 მილიონი ბოთლის წარმოება შევძელი და რეალიზაცია და ну მიდის მშენებლობები ქარხნის ბაკურციხეში, რომელიც იქნება ცალკე განსაკუთრებული საბრენდე საწარმო 22000 ტონა ყურძენზე და ძალიან მოკლედ დროში მოვახერხეთ ამ ქარხნის აშენება შარშან და უკვე პირველი რთველი შეიძლება ითქვას ჩავატარეთ, სადღაც 3 თვეში ავაშენეთ ქარხანა, რომელმაც გადაამუშავა 6500 ტონა ყურძენი. ეს არის ჩვენი ყველაზე ისეთი სიახლე და ნუ წელს გეგმავთ სადღაც 15000 ტონა ყურძენის მიღებას მაგ ლოკაციაზე. მიდის პროექტირება თვალაშორის ერთ-ერთი საინტერესო არქიტექტორი გვიპროექტებს ფრანგი, რომელმაც დააპროექტა ბორდოს მუზეუმი. ის არის დღეს ჩვენი შეიძლება ითქვას არქიტექტორი და ძალიან საინტერესო სივრცეებს გვქნით, სადაც შეიძლება დროუამრავმა ტურისტმა იპოვოს რაღაც მისთვის ძალიან ესეთი საინტერესო ამბავი, რაც შეეხება ბრენდის წარმოებასთან დაკავშირებით, რომ აქ ფაქტიურად მთლიან ციკლს ნახავენ ყურძნის მიღებიდან დაწყებით, ფერმენტაცია და მისი დისტილაცია და ასევე დაძველება. ეს იქნება საწარმო, სადაც ყველაფერი მოხდება ერთ სივრცეში. და ანუ ძალიან მახარებს ეს პროექტი, იმიტომ რომ ვფიქრობ, საჭირო არის ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოს ისეთი სივრცეები, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ვიწვით. ეხლა სულ 2 კვირის წინ ვიყავით პარიზში გამოფენაზე, მერე ჩავედით კონიაკში, სადაც კიდევ ერთხელ მე ბევრჯერ ნაყოფი მქონდა ხენეში, მეიკოვში, მარტელში და ოტარჩი, ძალიან კაი ტური და ეს ქალბატონი წამდა წაყვანილი ანუკი ამ პერიოდში და მე ჩვენ ძალიან ბევრი კარგი სივრცე ვნახეთ, რისი შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გადმოტანა აუცილებელი იქნება და ძალიან საინტერესოს გახდის ეს ჩვენ პროექტს უფრო მეტად. ну, რა გითხრათ ახლა მთლიანობაში ну, ბევრი რამე ხდება, ამის არც ტრაბახი მიყვარს და მოყოლა და არც ბევრი ლაპარაკი. მირჩევნია, რომ იქ ისევ და ისევ საქმით გაჩვენოთ. მთლიანად ვართ საქმეზე ორიენტირებული და ბევრი სიახლე გვაქვს და ნელა გაიგებთ ამასაც. კი, თარმითუმეტ ერთ-ერთი სიახლე კიდევ ხა სტუმართ მასპინძლობის ნაწილზეც მინდა გადავიდე და როგორც ვიცი, ძალიან მალე უკვე თბილისში იხსნება ახალი რესტორანიც
და შესაბამისად ამაზეც მინდა კითხვა აუცილებლად პულმანში გაიხსნება Axis Tower-ში უბრალოდ იხსნება ახალი რესტორანიც როგორც ვიცი. კი, საინტერესო სივრცე იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ თბილისისთვის. ძალიან გვაკლია საინტერესო რესტორნები, ეხლა მაგას შეგვიძლია დაუბრუნდეთ კიდევ თუ რატომ გვაკლია და რა პრობლემებს ხედავ, იმიტომ რომ არის პრობლემები, რომელიც მოსაგვარებელია. შეიძლება აი ესე რომ დაფიქრდეთ, ხო? მე სულ ამ ბოლო 6 თვეში მომიწია ბაქოშიც ყოფნა და ერევანშიც და ორივე ქვეყანა გვჯობია რესტორნების აი რა კუთხით გასტრონომიის გაცილებით მეტი საინტერესო სივრცეები აქვს სარესტორნო ბიზნესში. და სამწუხაროდ საქართველოში სულ პრობლემა არის, სულ ფიქრობს, აი სად წაიყვანოს სტუმარი. და ეს ამ პრობლემას ვეჩეხებით არა მარტო მე, არამედ ბევრი ადამიანი ჩემი სამეგობრო. აი, უფრო ზუსტად რას გულისხმობ? აი ხა კაი თემას შეეხე, ანუ ჩვენ გვაკლია რა? ანუ მომსახურების სერვისი, ხარისხი რეალურად, იგივე სერვისი, რასაც თავაზობთ, მომსახურება, ლოკაციები, თუ აი ზუსტად რას გულისხმობ? აი რაღაც კაი თემამდე მიხვედი ხა. ჩვენ გვაკლია პირველ რიგში საინტერესო გასტრონომიული რესტორნები. აი თქვენ ერთ კითხვას დაგისვათ. კი ბატონო. მითხარით საქართველოში თუ არის რაღაც fine dining-ების რაღაც სერია რესტორნების. ან კარგი იტალიური რესტორანი არსებობს საქართველოში? ხო, კაი კითხვაა. არ გეუბნებით ახლა პიცერიაზე არ ვლაპარაკობ რა. აი ცოტა სხვა საინტერესო რომ ჩვენ ხა მოგზაურობთ სოფლიოში. მიშლენის 5 ვარსკვლავი, მარტივად რო ვთქვა რა. კი ბატონო. მიშლენამდე ჩვენ შორს ვართ, იმიტომ რომ თავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში სარესტორნო ბიზნესი არის ძალიან დაბალ შემოსავლიანი. ამ ბიზნესს აქვს უამრავი პრობლემა. ძალიან ბევრი რესტორანი, ხო, შეიძლება ითქვას 95% მაინც ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ მე სხვა რამის გამო ვლაპარაკობ. მესმის აბსოლუტურად, კი ბატონო. არის შავი ფული, იმიტომ რომ რესტორანი, თეთრი რესტორანი სამწუხაროდ შემოსავალს არ იძლევა. და ეხლა სად მივდივართ? პრობლემა რა არის? პრობლემა არის დერეგე, რომელიც ზემოდან აწვება და საერთოდ გადასახადები გამოდის. მე არ ვლაპარაკობ საკრიტიკოდ, მე გეუბნებით იმ რეალობას, რასაც მე უყურებ და იმედია, რომ თან ეხლა ისეთი პერიოდია, როდესაც ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა ამ სფეროს, ამ მიტინგების გამო და ბევრი ვიცი რომ ბევრი რესტორანი იყიდება, ვეღარ ახერხებენ ხელფასის გადახდებს. იმიტომ რომ ეხლა მოდით ერთ მაგალითს მოგიყვანთ. რესტორანი ასკანელი ბათუმში. თუ დამეთანხმებით რომ ეს რესტორანი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. აბსოლუტურად გეთანხმები. ეს რესტორანი გაიხსნა 2016 წელს. 9 წლის რესტორანია. შეიძლება ითქვას, რომ თლიანი ბრუნვიდან ჩვენ გადასახადებს ვიხდით რაღაც 1,700,000 ლარს. უხდით სახელმწიფოს. ეს არის DRG პლუს საშემოსავლო. კი ბატონო. რითიც იბეგრება სტაფი. და შემოსავალი ინვესტიციის დაბრუნებას მოუნდა 8 წელიწადს და შემოსავალი 2014 წელს ეს ღია ინფორმაცია. კი ბატონო. აქვს 600,000 ლარი. აი მოდით აი ხა გეუნებით იმ მოცემულობას, რაც კონკრეტულად თქვენ ამბობთ, რომ ყველაზე წარმატებულია და ამას ამბობს მთელი თბილისი და საქართველო ვინც და არა მარტო ვინც ჩადის ბათუმში და ამ მასპინძლობას გზნობ, რატო? კითხვა არის, იმიტომ რომ აქ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ინდუსტრიას. ეს ინდუსტრია არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ ტურისტი რო ჩამოდის, იმას აინტერესებს ბუნება, კლიმატი
კარგი სტუმართ მასპინძლობა, კარგი ღვინო და ეს ყველაფერი კუბში არის ყველაზე დიდი მარკეტინგი, რაც ჩვენ ხელში გვიკავია, რატომაც მოდის აქ ადამიანი, ხო? და თუ შენ არ გაუხსენი სტუმარს რესტორნების დიდი პალიტრა, არ მიეც საშუალება, რომ ამ ქვეყანაში იყოს ძალიან ბევრი საინტერესო კულინარიული რესტორანი, ხო? რასაკვირველია, გადარებს შენ სხვა ქვეყნებს და იჩაგრები. და ეს პრობლემა არის დღეს ჩვენს ქვეყანაში. მე ამას გეუბნებით, შემიძლია ძალიან ციფრებით ვილაპარაკო, მაგრამ მე არ ამგონია რომ ეს ფორმატი სწორი ვისაუბროთ გოჩა ციფრებითაც ვისაუბროთ რა თქმა უნდა უყურე რა თემა არის გეთახმები აბსოლუტურად რომ დამატებული ღირებულების ნაწილი ხშირ შემთხვევაში არის ტვირთი ეს ერთი მეორე შავი ბაზარი ხე დავაკონკრეტებ მაყურებლისთვის რა იგულისხმება ამ შემთხვევაში ძალიან დიდი რაოდენობის ქეში ბრუნავს რეალურად რესტორნებში ვიცით ძალიან კარგად და ამ შემთხვევაში ეს ყველაფერიც ცოტა ხელს უშლის როგორც შენახსენე დავესესხები შენ სიტყვას გათეთრებას საბოლოო ჯამში ბაზრის მე მაინტერესებს აი თუ ჩვენ გვაქვს გეზი აღებული და გვაქვს რა თქმა უნდა გეზი აღებული როგორც ქვეყანას რომ ვიყოთ ნამდვილად ტურისტული ჰაბი რეგიონის და ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა მსოფლიოში ტურისტული მიმართულებით მაშინ რატო არ ხდება შესაბამისი სტიმულირება რესტორნების აქვე მინდა დაგეთახმო და გითხრა რომ აი მეც მაქვს ეს სტატისტიკა ჩვენ ძალიან ბევრ კვლევით ორგანიზაციასთან თანამშრომლობთ და აი მაგალითად ახლა ბოლო პერიოდში რაც ხდება ქვეყანაში ძალიან ბევრმა სასტუმრომ და რესტორანმა აიღეს გეზი იმისკენ რომ შეცვალონ პროფილი გაყიდონ ან გააკეთონ პროფილის შეცვლა საბოლოო ჯამში და ეს ყველაფერი ცხადყოფს იმას რომ რეალურად მათ არ უხინთ ხო სიტუაციიდან გამომდინარე მე მაინტერესებს აი შენეული რეცეპტი რა არის ჩვენ ვისაუბრეთ წარმატების ისტორიაზე და ნამდვილად მინდა გითხრა რომ ბათუმში და არა მარტო ნამდვილად გაქვს შენეული ხელწერა და ეხლა როცა ერთ-ერთი წარმატებული ლოკაციის დამფუძნებელი ამ პრობლემებზე საუბრობს მე წარმომიდგენია ნაკლებად წარმატებული ან მცირე და საშუალო რესტორნების ან სასტუმროების მესვეურები რა პრობლემებზე საუბრობენ ზოგადად და რა პრობლემებს აწყდებიან. აქედან გამომდინარე, აი შენეული რეცეპტი რა არის? მე და შენ ამაზე გვილაპარაკია დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან ხშირადაც გვაქვს ხოლმე ამაზე აქცენტირება. აი რა არის შენეული რეცეპტი? როგორ უნდა გავათეთროთ ბაზარი? შეგვიძლია რამოდენიმე მაგალითი მოვიხმარო. ბრძანეთ. არის ქვეყნები, სადაც ჩვეულებრივი დეგეკე ხო არის დაუშვათ 19%, 20%, 21%, მაგრამ რესტორნებზე ჰოსპიტალიტი, რასაც ქვია ხო, მან არის გარკვეული რეგულაციები. არის 6%-იანი, 7%-იანი. მე არ ვლაპარაკობ ხა მაკდონალდს ხო, ეს არ ჭირდება, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ ცოტა სხვა კულინარიაზე, ვლაპარაკობთ ისეთ სარესტორნო ბიზნესზე, რომელსაც ქვია აუთენტური, ქართული და თუნდაც იყოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოები, იმას ჭირდება ხელშეწყობა, რომ ეს ბიზნესი გახდეს მომგებიანი, რომ ეს რესტორნები შეიქმნა სამ ქვეყანაში, იმიტომ რომ შენ სტუმარი სასტუმროში ფულს გიტოვებს, ყველგან სადაც მიდის, ყველგან რაღაცა თავის თანხას ხარჯავს, მაგრამ იმას უნდა, რომ გასტრონომიაც ეწეოდეს ამ ყველაფერს და დღეს მე გეუბნებით, რომ გაცილებით დაბალ დონეზე ვართ ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. საქართველოს კი არის სახინკლეები, კი არის, მაგრამ სხვა რამეზე ვსაუბრობ. და ეს მნიშვნელოვანი ამბავია. თუ გვინდა რომ ამ ქვეყანას სტუმარი არ მოაკლდეს, უნდა მიეცეს საშუალება ამ სფეროს, რომ შემოსავალი გაჩნდეს. და თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ხო, მაშინ შავი ფული აღარ იქნება. რეალურად სახელმწიფო უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს და იგივე მეწარმეს აღარ ექნება ამის პრობლემა და სადარდებელი თუ როგორ იფიქროს და როგორ იქიდან როგორ არაჩვენოს შემოსავალი რეალური. აი ამაზეა საუბარი და ამისთვის რამოდენიმე ფორმა არსებობს რა და თუ ეს გადაიხედება, იქნება ძალიან კაი.
გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 29 წლიანი გამოცდილება. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია სენა ავტო. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი სენა i400. შენი ელექტრომობილი